ეს ფაქტები ჩვენმა წარმომადგენელმა კონსერვატორები საქართველოსთვის პარტიის დეპუტატმა საკრებულოში, დუშეთის რაიონის საკრებულოში მარინა ლაფანაშვილმა მოიძია, იქ ხდება ახლა საკრებულოში ამ საკითხის გატანა, ახლა რომ სოფლის აშენება დაიგეგმოს და მან მოიძია ეს ფაქტები, მოგვაწოდა და მადლობა მას იმისთვის, რომ ჩაეძია ამ ინფორმაციას, მოიძია, მოგვაწოდა და ახლა მე თქვენ გამცნობთ რა ხდება სინამდვილეში. ბაზალეთში ასეთი შეპესე ცენტრი არის ფირმა, რომელიც აგერ შეგიძლიათ ნახოთ, შეპესე ცენტრი. ეს არის რეესტრის, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მესაკუთრეები არიან აგერ მესაკუთრე, სამი მესაკუთრე ყავს 33% წილის ფლობელები, სამივე ისრაელის მოქალაქე. სამივე ისრაელის მოქალაქე, ვინმე მარინა საპირი, ვინმე მიხაელ მოშარი, ვინმე ხანა ხოტოველი. აი ეს სამი ისრაელის მოქალაქე. ეს არის შეპესე ცენტრი. აი ამ შეპესე ცენტრს 2011 წლიდან და შემდეგ უკვე მას უგრძელებდნენ 90 ჰექტარი მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგერ ხედავთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იჯარით ჰქონდა აღებული, მესაკუთრე იყო სახელმწიფო დუშეთის რაიონში. რაიონი დუშეთი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის აი ეს ამ ნაკვეთის ნომერი არის ეს. და 2014 წლის ამონაწერია, მაშინ მათ იჯარით ჰქონდათ აღებული ეს მიწა. შემდეგ 2021 წელს აეგერ ხედავთ სახელმწიფომ უკვე ამ მთავრობის პირობებში, რა თქმა უნდა, და ამ მთავრობის მიერ 2018 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწების უწყობების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ ამ მთავრობის მიმართვით აი დაინტერესებული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიმართავს განცხადებით მოვითხოვ რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოთ მიწის ნაკვეთის მიზრნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია მდებარე დუშეთი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანუ ამ მთავრობამვე მოითხოვა შესაბამის სტრუქტურასთან ამ ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე და აგერ უკვე ვხედავთ 2021 წლის ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერს, როცა იგივე ნაკვეთი, აი ხედავთ იგივე ნომერია, რაიონი დუშეთი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, იგივე ნომერი 8 ჰექტარის ზომის ნაკვეთი გახდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ოღონდ მესაკუთრე ისევ ჯერ სახელმწიფო, უბრალოდ სტატუსი შეუცვალა და არასასოფლო-სამეურნეო გახდა, მაგრამ ამავე დროს კი არა, უკვე შემდეგ სახელმწიფომ 2024 წლის აპრილში იგივე ნაკვეთი დუშეთში, აგერ ნომერი იგივე 8 ჰექტარი გადასცა, ანუ მიყიდა მესაკუთრე გახდა შეპესე ცენტრი. ანუ ამ ებრაულ კომპანიის შეპესე ცენტრს გადასცა ეს ნაკვეთი. ანუ მე წარმოგიდგინეთ დოკუმენტური ფაქტები იმის შესახებ, რომ 8 ჰექტარი მიწა, ეს არის ბაზალეთის ტბის გვერდზე მდებარე, აი დაახლოებით აი აქ მდებარეობს, აი სადღაც აი აქ მდებარეობს. ბაზალეთის ტბის შუა გულში, აი ეს მიწა, რომელიც ჯერ იჯარით ქონა აღებული ისრაელის მოქალაქეების კომპანიას, შემდეგ რადგან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო მთავრობა 2018 წლის აკრძალვიდან გამომდინარე, მას ამ სტატუსით ვერ მიყიდა და 2021 წელს შეუცვალეს სტატუსი, 2022 წელს მიყიდეს ეს მიწა 98 ჰექტარი ამ ებრაულ კომპანიას და ეხლა რაც ჩვენმა წარმომადგენელმა მარინა ლაფანაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ეხლა უკვე იგეგმება იქაურ საკრებულოში პროექტის განხილვა, რომლის საფუძველზე აქ უნდა აშენდეს ისეთივე სამოსახლოებად დაყოფილი სოფელი, როგორიცაც აშენებენ არაბები და ყიდიან უცხოელებს. ამიტომ
კობახიძის განცხადება, რომ თითქოს რადგან აიკრძალა კანონით უცხოელებზე მიწების გაყიდვა, ეს ვეღარ ხდება, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა ეს ვეღარ ხდება ქვეყანაში, ეგ არის ფაქტებით აგერ დოკუმენტებით გაჩვენებთ, ეგ არის ტყუილი, უბრალოდ უცვლიან სტატუსს, სასოფლო-სამეურნეო მიწა გადაყავთ არასასოფლოში და ყიდიან თან ძალიან ბევრ უცხოელზე, სამოსახლოებად, ჯერ დიდ ტერიტორიაზე ერთ ადამიანის სამოსახლოებად იყოფა და ყიდიან უცხოელებზე და ასეთი ფორმით მიწების გაყიდვის დაშვება უცხოელებზე კიდევ უფრო სახიფათო მოვლენაა ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა, იმიტომ რომ იქ ბოლო-ბოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწა შეიძლება გამოიყენო რაღაც დიდი ტერიტორიაზე, რაღაცა მოსავალი მოიყვანო და ბოლო-ბოლო ამას უფრო ნაკლები უცხოელი შეძლებს ამის გამოყენებას, ვიდრე დაყავი სამოსახლოდ 88 ჰექტარი სამოსახლოება და დაყიდე უცხოელებზე მასიურად. და რამდენად მასიურად იყიდება უცხოელებზე ისევ ბაზალეთშივე მიწები ამის კონკრეტული რუკა მოგვაწოდა ერთ-ერთმა ჩვენმა აყურებელმა მან შეისწავლა დოკუმენტები რეესტრის საფუძველზე რეესტრის ამონაწერების საფუძველზე იმ არაბული სოფლის რომელზეც მანამდე არაერთხელ გელაპარაკეთ ეს არის ტერიტორია რომელიც ეკუთვნის არაბულ კომპანია York Tower Groups ეს არის ბაზალეთის ტბა ეს არის ტერიტორია რომელიც ეკუთვნის არაბულ კომპანია York Tower Groups ოღონდ სამოსახლოებად აი თქვენ ხედავთ პატარა ნაკვეთებად მათ დაჭრეს და ყიდიან სხვადასხვა მფლობელებზე და აი ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა მფლობელებზე წითლად არის მონიშნული უბნები რომლებიც გაიყიდა არაბ მესაკუთრეებზე და მწვანედ არის მონიშნული უბნები რომლებიც გაიყიდა ქართველ მესაკუთრეებზე აი ეს პატარა მონაკვეთები არის ქართველი მესაკუთრეების წითლად მონიშნული უბნები არის არაბი მესაკუთრეების ეს რეესტრში გადამოწმებადი ინფორმაცია ხოლო ეს იასამნისფრად ღია წითლად იასამნისფრად შეღებილი ტერიტორიები არის არაბული კომპანია York Tower Group-ის ხელში ჯერ დარჩენილი სივრცეები რომლებსაც ყიდიან ეტაპობრივად და იმეებსაც როგორც აი ეს დაარჩენი გაყიდეს არაბებზე იმეებსაც მიყიდიან არაბებს უბრალოდ ჯერ ყველა ვერ მოასწრეს და ვერ გაყიდეს ხედავთ რომ აგერ 70% უკვე გაყიდულია და ნელ-ნელა მიყვებიან და მასიურად 95%-ზე მეტი 99% ტერიტორიების გაიყიდა არაბებს იყიდება არაბებს ეს არის სურათი რომელიც ბაზალეთის ტბის ორჯერ დიდი ტერიტორიის სოფლის სახით შენდება ბაზალეთის ტბის გვერდით და მსგავსი პროექტი იგეგმება აი აქაც ახლა უკვე ისრაელის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული შეპეს ცენტრის პროექტის სახით რომელზეც მოგვაწოდა ახლა ჩვენმა წარმომადგენელმა ინფორმაცია რომ საკრებულოში იგეგმება ამ პროექტის განხილვაზე გატანა ამიტომ თუ აყურებელი არც ფარმად ენდობა ხელისუფლებას თუ არ გადაამოწმებს ფაქტებს თუ არ დაგვიჯერებს არ მოგვისმენს და უფრო ჩართული არ იქნება ამ პროცესის ამ ინფორმირების საქმეში ხო და სხვებს არ მიაწვდის სხვებს არ გააგებინებს არ მოუწოდებს რომ ჩაერთონ ჩვენთან ერთად ამ საქმეში სად უნდა არ ამცნობს თანამოაზრეებს სად უნდა მოусმინონ სიმართლეს საბოლოო ჯამში მთავრობა ტყუილებით ტყუილ მართლით რაღაცა შერევით ზოგს სიმართლეს იტყვის ზოგს ტყუილს რაღაცას პროპაგანდით გადაფარავს ამ საქართველოს ნაწილ დაყოფის და გაყიდვის პროექტებს მიიყვანს ბოლომდე თქვენ ხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ეს პროცესები იქაურობის არასტაბილურობა არის ბუნებრივი ბიძგი იმისა, რომ ბევრად სტაბილური, კომფორტული ნავსაყუდელი ეძებონ იქაურმა ქვეყნებმა. როცა კითხულობენ რა ინტერესი შეიძლება კონდეს სპარსეთის ყურის ქვეყნების რაღაცა ძალიან დიდ წარმომადგენლებს საქართველოში მიწები იყიდონ აქ დასახლდნენ, რა ვიცი, აგერ ბომბები ცვივა და რაკეტები დაფრინავს მათ თავზე წყლის თუ ენერგორესურსების განადგურება კომუნიკაციების ჩაკეტვა ხდება კაცმა არ იცის იმ რეგიონში რა მომავალი აქვს იმ რეგიონს უსაფრთხოების თვალსაზრისით და არა მხოლოდ ამ კონკრეტული რეგიონზე ასევე გათვლილი არამედ თლიანად არაბული სივრცე და ირანული სივრცე არის პოტენციური ომების დაძაბულობის და არაკომფორტული კლიმატის სივრცე საიდან ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის
ცდილობს უბრალოდ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო რეგიონში გადაასვენოს. ამ თემების მიმართ თუ მეტი ყურადღება და მეტი მობილიზება და მეტი სიფრთხილე არ ექნება საზოგადოებას, სხვანაირად გამოსავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით მოძებნადი არ არის. როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაცა გადაცემებში ამდენი საუბარი ამ თემებზე რა საჭიროა, უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ და ასე შემდეგ, ხალხო ინფორმირება და ხალხში გაცნობიერების ამაღლება არის მთავარი ძალა. ჩვენ თუ ხალხი არ გამოვაფხიზლეთ, არ მივაწოდეთ ინფორმაცია, სხვანაირად საბოლოო შედეგის დადება იქნება შეუძლებელი. ამიტომ ინფორმირება და გამოფხიზლება არის მთავარი ძალა. აგერ გაწოდით ინფორმაციას, თვალსა და ხელშუა საკუთარ კანონებს ფარატინა ქაღალდად აქცევენ, სტატუსს უცვლიან, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე აკრძალვას უგულებელყოფენ და მაინც ყიდიან უცხოელებს. მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეც გავაგებინოთ ამის შესახებ და ასევე დასასრულს ერთ-ერთი დემონსტრაციული ფაქტი ინფორმაციასთან დაკავშირებით ისიც არის, რომ ჩვენ წარმომადგენელი რო არ ყოლოდა თუშეთის რაიონში და საკრებულოში პირდაპირ განხილვაზე რო გააქვთ, ახლა რამდენი ვიგებთ იმის შესახებ, სადღაც რომელიღაც რაიონში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რაღაცას რო განიხილავენ, რამდენს გვაქვს იმის საშუალება, ჩვეულებრივი მოქალაქეებიდან რომ გავიგოთ იქ ინფორმაცია. არანაირი საშუალება არ გვაქვს თვალყურის მიდევნების თუ იქ არ ყავს წარმომადგენელი. ხო, ჩვენ წარმომადგენელი რო არ ყოლოდა თუშეთის რაიონში, ამ ინფორმაციას რო აიყიდიან ასე უკვე ებრაულ კომპანიაზე გაყიდეს და სოფელს გეგმავენ ასევე ისინიც, ხო? უბრალოდ ვერ მივიღებდით. ამიტომ ზალა იმისა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს გვერდში დავუდგეთ, რომ გავიყვანოთ წარმომადგენლობით ორგანოებში და შემდეგ ისინი ამით დაუდგნენ გვერდში მთელ საზოგადოებას და საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყონ, ეგ საერთო ინტერესია. რა მოიგო საზოგადოება, მათ შორის დუშეთის საზოგადოება, იმითი რომ არ ვიცი, იქ 99% გაიყვანეს ოცნების წარმომადგენლები. აი რას შედეგს იღებენ. შედეგი ის არის, რომ რავი, რასაც უნდა იმას აკეთებს მთავრობა და ხალხს არაფერს არ უთანხმებს და ერთი წარმომადგენელი რო ყავს ჩვენი კონსერვატორების დეპუტატი როა დუშეთის საკრებულოში, ეგ ის ძალაა, რომ გვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელთაც საზოგადოებას შანსი უჩნდება თავდაცვის ნაბიჯები გადადგას და თავი და საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას. ამიტომ როცა გადამწყვეტ მომენტში ცდარ ნაბიჯებს გადავდგავთ, ხოლმე მე მაგის საფასურს ვიხდით ყველანი. ეხლა რომ არაერთი წარმომადგენელი ყოლოდა იქ, ბევრად მეტი რეაგირების საშუალება გვექნებოდა, ხოლო იქ თუ უმრავლესობა გვეყოლებოდა, ვერავინ ვერ გაიტანდა ისეთ პროექტს, რომ არაბული თუ რა ვიცი, ისრაელის სოფელი აეშენებინა სადღაც ქართველების ძირძველი მიწების შესყიდვით, ხო? მაგის შანსი არავის არ ექნებოდა პატრიოტული ძალებისგან, პატრიოტული შემადგენლობით, რომ დაკომპლექტებული იყო კონსერვატიული შემადგენლობით ადგილობრივი საკრებულოები დუშეთში იქნებოდა თუ სხვაგან. ამიტომ ეს მაგალითი, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, ეს მაგალითი კიდევ ერთი დემონსტრაცია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით მიუდგეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენს არჩევანს და ისეთ ძალას დაუჭიროთ, ხარ, რომელიც მართლა ხალხის ხმა და ხალხის წარმომადგენლობა იქნება იქ და უსაქმოდ კი არ დაჯდება, არამედ მართლა ინერვიულებს საკუთარი მიწის და ეროვნული ინტერესების დაცვას და მათ შორის საკუთარი რისკის ფასად, საკუთარი დისკომფორტის ფასად იბრძოლებს და ხალხისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოიტანს და მათ შორის ზეწოლას მოახდენს იმისთვის, რომ ანტიეროვნული ნაბიჯები ვერ გადაიდგას, გავითვალისწინოთ ეს მომავლისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ყოველი შეცდომა და უპასუხისმგებლობა არჩევნის გაკეთების დროს საფასურად უჯდება მე საერთო ეროვნულ ამოცანებს და ეროვნულ ინტერესებს.